ღამის განმავლობაში კავკასიის სამედიცინო ცენტრთან იქ, სადაც პატრიარქი იყო მოთავსებული, ხალხმრავლობა იყო, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გადაინაცვლეს. ადგილზე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი. არც მახსენდება ამაზე მძიმე დანაკარგი. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, ან 100 წლის განმავლობაში ეს მართლა ძალიან დიდი ტრაგედიაა მთელი ერისთვის. გულწრფელად უსამძიმრებ თითოეულ ქართველს. ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატრიარქს და ღმერთმა აცხონა. მთელი გულით უსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს. ამ უმძიმეს დანაკარგს. რომლის მსგავსიც მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე. საქართველო და ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი პიროვნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორც მანამდე იყო. ყველამ კარგად იცით თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი პატრიარქის ილია მეორის დამსახურება არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ამას ნათლად ხედავდით ჩვენ და თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამავდროულად იმ ეპოქის მონაწილე, ვინც საკუთარი თვალით იხილა ის ისტორია, უდიდესი ეპოქა, რომელიც დაწერა ჩვენმა უწმინდესმა. ყველა ადამიანის გული არ აქვს მნიშვნელობა, ის მორწმუნე ქრისტიანი იყო თუ არა. რა თქმა უნდა, დღეს არის დიდი ტკივილით ახსავსე, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა. და მისი მთელი ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშე არის და ღმერთმა აცხონოს მისი სული. და საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან.